ზაფხულის ხელდღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება. სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას. ასევე რეკომენდებულია მაღალი ინტენსიური ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავება და მისი გადატანა დღის შედარებით გრილ მონაკვეთში, დილის საათებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრად აფრთხილებს მშობლებსა და შინაური ცხოველების პატრონებს, რომ დაუშვებელია ბავშვებისა და ცხოველების გაჩერებულ ავტომობილში დატოვება. პირველ რიგში რეკომენდაციების კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი, მოვერიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, ამავდროულად შევამციროთ შუა დღეს, როდესაც ყველაზე მაღალია ტემპერატურა ქუჩაში, ღია სივრცეში გადაადგილება, ასევე გასათვალისწინებელია, რომ უნდა შემცირდეს რასაკვირველი ალკოჰოლის მიღება, ალკოჰოლის ოდენობა. მივიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, მოვერიდოთ მზის ქვეშ ყოფნას, თავი შევაფაროთ ხოლმე ისეთ შენობებს, სადაც გაგრილება არის შესაძლებელი, ხოლო საცხოვრებელ სახლში შევინარჩუნოთ სიგრილე, გავანიავოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტემპერატურა ჰაერისა მნიშვნელოვნად დაიწევს და რაც მთავარია, ყურადღება მივაქციოთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, მოხუცებს განსაკუთრებით, ბავშვებს, ურჩიოთ მათ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ სიგრილეში.